გამოიცანი მანქანა, დაიწყე ქრისტე. საქართველოში ცნობილი ვარ? რა თქმა უნდა. იაპონური მანქანა ვარ? არა. მე ევროპული მანქანა ვარ? არა. ქრისტე, შენ მაგდენი იცი? ევროპული რომელია, ჩინური რომელია და თურქული რომელია და ასე შემდეგ? კი, რა თქმა უნდა, ვიცი. მე ამერიკული მანქანა ვარ? არა, არ ხარ ამერიკული. ქალები უფრო მეტად მყიდულობენ? მე ვფიქრობ, რომ ორივე. ორივე? ალბათ უფრო არა. გერმანული მანქანა ვარ? კი, გერმანული მანქანა ხარ, კი. მე ზვირადღირებული მანქანა ვარ? ანუ ორივენაირი არსებობს, ზვირადღირებულიც და იაფასიანიც. ზვირადღირებულში არ გავდივარ? ხო არის იაფიანი მანქანები. მაგალითად. მაგალითად ოპელი. მაშინ ზვირადღირებული. მაგრამ თლად როლს როისი არ ხარ, ხვდები? ჩემს ლოგოს წარწერა აქვს? კი, ურევი ასოები. და ჩემსაც აქვს წარწერა? არა. Volkswagen-ი ვარ? არა. გერმანული მანქანა ვარ? კი. შენ თქვენ, მის ყოფილი ვარ. Of course. ჩემს ლოგოს ლურჯი ფერი ურევია? დიახ, ურევია. ესე იგი BMW ვარ. დავიცე. 100%-იანი. ეს იმალე რანაირად გამოიწვია? მარტივია, ქრისტე, წარწერებია, გერმანული არის და ლურჯი ფერი ურევია და ეხლა ასე რა. იგივე და გერმანული კიდე მეორე მანქანა არის. კიდე მარტივი ის არის ქრისტე, რომ შენ სულ სამი მანქანა იცი, მე არ ვიცი სამი მანქანა, მე ძალიან ბევრი მანქანა ვიცი. აი უყურე ეს იმიტომ დავახატე რომ შენ სულ სამი იცი და ეს იმიტომ დაგახატე რომ შენ სულ სამი იცი.